შილვაქი კიბოს. რა არის აკნე? როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? რა მითები და რეალობები არსებობს აკნეს მკურნალობასთან დაკავშირებით? არის თუ არა ლაზერული ეპილაცია სიმსივნეების გამომწვევი? ასევე იწვევს თუ არა უშვილობას ეპილაცია? რა არის მელანომა? ამ და ძალიან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ დღეს ექიმ დერმატოლოგ ზაზა თელიასთან ერთად. ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ხოლო ჩვენი გადაცემის წარმდგენია კლინიკა პირველი, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის 6 ნომერში. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ზაზა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ დღეს, თემებზე, რომელიც აინტერესებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ზაზა, მოდი, ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი კითხვით დავიწყებ დღევანდელ გადაცემას. რა არის აკნე და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აკნე არის სტატისტიკურად ყველაზე გავრცელებული დაავადება დერმატოლოგიაში. მისი გამოწვევის მიზეზი არის ამაზე ხშირად გვისაუბრია და რა თქმა უნდა, კარგია თუ ყოველთვის გავიმეორებთ ხოლმე, რადგან პაციენტების სამედიცინო განათლების დონე ამაღლდეს. ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია, ანუ ყველა ადამიანს კანქვეშ აქვს ცხიმოვანი ჯირკვლები, რომელთა ფუნქცია არის, ასე ვთქვათ, ბევრი ფუნქცია აქვს, თუმცა ერთ-ერთი არის კანის ბარიერის დაცვა, დატენიანება და აკნეს შემთხვევაში პაციენტებში ხდება ამ ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი მოქმედება. ამ ჭარბი მოქმედების გამო ეს ცხიმი ვერ ასწრებს, ასე ვთქვათ, ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრებიდან გარეთ გამოსვლას. იხშობა ეს სადინრები, შიგნით ვითარდება ანთებითი პროცესი და ვიღებთ იმ ვიზუალურ გამონაყარს, რაც აკნესთვის არის დამახასიათებელი. მთელი მექანიზმი არის ზუსტად დაკავშირებული ამ ცხიმოვან ჯირკვლებთან. რა არის აკნეს მკურნალობის ისეთი ოქროს სტანდარტი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ შეფასდეს აკნეს სტადიურობა. აკნე იყოფა 3 სტადიიდან 5 ქვესტადიამდე, ასე ვთქვათ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს. ეს არის სუბუქი ფორმის აკნე, ეს არის საშუალო ფორმის აკნე და ეს არის რთული ფორმის აკნე. და არის კიდევ ქვეჯგუფები, ასე ვთქვათ. სუბუქიდან საშუალოში გარდამავალი, საშუალოდან რთულში გარდამავალი. შესაბამისად, მკურნალობა ინიშნება და მკურნალობა არის განსაზღვრული თუ რომელი სტადიის აკნეა. სტადიას განსაზღვრავს როგორც ლოკაცია, ანუ რა ადგილი უჭირავს აკნეს, ასევე რა ტიპის ელემენტები გვაქვს. აი ასე მაგალითად, თუ მაგალითად აკნე გამოხატულია სახის კონკრეტულ ერთ ლოკაციაზე, ან მაგალითად არის მარტო შუბლზე, ან არის აკნე მთლიან სახეზე გამოხატული, არის ჩართული როგორც ტ-ზონა, შუბლი, ლოყები, შუა ზონა, პერიორალური ზონა, პირის გარშემო ზონა და არის თუ არა ლოკაციურად კიდე სხვა ადგილები, ტორსის აკნე მაგალითად არის ჩართული გულმკერდი და ზურგი, ხო. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სტადიურობას განსაზღვრავს ლოკაცია ერთის მხრივ, რა არეალი უჭირავს აკნეს და როგორი ტიპის ელემენტებია. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტმა იცოდეს თუ ეს აკნე ტენდენციურად როგორ მიმდინარეობს, ანუ აჩენს ნაწიბურებს, ანუ შრამებს, ეგრეთ წოდებულ ტოვებს, თუ არ ტოვებს. მოკლედ ამასთან არის მნიშვნელოვანი, ამით არის მნიშვნელოვანი, რომ დაინიშნოს მკურნალობა. მკურნალობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არის როგორც ადგილობრივ ტოპიკურ მედიკამენტებზე, ანუ წასასმელ მედიკამენტებზე, მალამოების, კრემების, გელების სახით, ან სისტემურ მკურნალობაზე, როდესაც ინიშნება ტაბლეტირებული ან კაფსულირებული სახით მედიკამენტი. მოკლედ მნიშვნელობა აქვს სტადიის შეფასებას დერმატოლოგის მიერ და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, პაციენტის მოლოდინებს, პაციენტის გამოსავლებს, ანუ
რისთვის მოვიდა შენთან პაციენტი, რა არის მისი მიზანი. იმიტომ რომ ზოგჯერ პაციენტიც ვერ აფასებს სწორად. ჩემთან მოსულა პაციენტი რთული ფორმის აკნეს დიაგნოზით და რა თქმა უნდა, შეკითხვა პირველი რა გაწუხებთ, რატომ მომართეთ? შეკითხვაზე პასუხი არის ისე არაფერი, დიდი არაფერი. აი, თუმცა 1-2 ელემენტის არსებობა მაწუხებს. არა და რეალურად აფასებ მდგომარეობას და ეს არის რთული ფორმის აკნე. ამიტომ თვითონ შეფასებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ პაციენტი როგორ აფასებს. შეიძლება რთული ფორმა იყოს აკნესი, მაგრამ ამას პაციენტი ვერ აღიქვავდეს და თუ ვერ აღიქვავს რეალურად მკურნალობა უნდა შეთავაზებული იქნას ის, რაც მისთვის არის ყველაზე ოპტიმალური და რეკომენდებული. ზაზა, მითია თუ რეალობა, რომ მზე ყურნავს აკნეს? რა თქმა უნდა, მითია ეს რუჯის მიღება აკნეზე პირიქით უნდა ითქვას, რომ ნეგატიური გავლენა აქვს. უბრალოდ აქ საუბარია, რომ რუჯის მიღებით პაციენტები, კონკრეტული პაციენტები აფიქსირებენ ანთებითი ელემენტების შემცირებას, მაგრამ ამას რა თქმა უნდა რევერსიული ეფექტი აქვს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რუჯის გასვლასთან ერთად უფრო ინტენსიური გამონაყარი იწყება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ პაციენტებში აკნეს პრობლემით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენ აკნე, როგორც თქვით, ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების პრობლემა, ეს ცხიმოვანი ჯირკვლები თმის ფოლიკულებთან არის დაკავშირებული და რუჯის მიღებით ასევე ძალიან მაღალი რისკია თმის ძირის ანთების, ანუ ფოლიკულიტის განვითარებისა და შემდგომ უკვე შეიძლება ასეთმა ადამიანმა, ვინც ირუჯება ინტენსიურად აკნეს შემთხვევაში თმის ძირის ანთება, ანუ ფოლიკულიტის მეორე დიაგნოზად, ასე ვთქვათ, ჭყალებში დასაჩუქრდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარუჯვა არ არის რეკომენდებული აკნეს შემთხვევაში და ასევე აკნეს შემდგომ პერიოდში, ანუ უпростоრად მკურნალობის შემდგომ პერიოდშიც პაციენტებს შეიძლება ლაქები უფრო მეტად გამოიკვეთოს. არა მარტო ლაქები, რეციდივის მიზეზით შეიძლება იყოს ეს, ანუ შესაძლოა ნამკურნალები აკნეს შემდგომ უკვე რეციდივი მისცეს ინტენსიურმა გარუჯვამ პაციენტს, ანუ თავიდან დაიწყოს ისევ გამონაყარი. ზაზა, როგორ უნდა გავაქროთ აკნეს ნაწიბურები? მე მგონი ეს ის პრობლემაა, რომელსაც ყველა ადამიანი აღნიშნავს, ვისაც აკნე ქონია. სამწუხარო რეალობაა პრაქტიკაში, განსაკუთრებით საქართველოში, როცა დერმატოლოგთან, მათ შორის ჩემთან, პაციენტები მოდიან დაგვიანებული შემთხვევებით. დაგვიანებულ შემთხვევას გულისხმობ, რომ უკვე პაციენტი მოდის ნაწიბურებით. ნაწიბურების მკურნალობა არის ურთულესი. 100%-ით ნაწიბურების გაქრობა სამწუხაროდ არ ხდება. არის სხვადასხვა მეთოდები, რომელიც გამოიყენება დაწყებული ლაზერული პროცედურებიდან, მათ შორის CO2 ლაზერული აბლაცია, სხვადასხვა ტიპის skin booster-ების გამოყენება, ბიორევიტალიზაციის მეთოდით, სხვადასხვა მიკრონიდლინგები, არის მოკლედ კოსმეტოლოგიური პროცედურები, რომლებიც ნაწიბურებზე მოქმედებს დადებითად, რა თქმა უნდა. მაგრამ სრულად გაქრობა არ არის. სრულად გაქრობა სამწუხაროდ როგორც წესი არ ხდება. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ტენდენცია, მათ შორის ბავშვებშიც ტენდენცია, რომ აკნე იწვევს და უკვე ავითარებს ნაწიბურებს, აი სწრაფად უნდა მოხდეს ჩარევა, რომ ნაწიბურები არ განვითარდეს, იმიტომ რომ უკვე განვითარებული ნაწიბურების მკურნალობა ერთის მხრივ რთულია, მეორეს მხრივ შრომას, ძალისხმევას, ფინანსებს, ბევრ რაღაცებზე არის დაფუძნებული და დამოკიდებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრევენცია მოვახდინოთ ნაწიბურების განვითარებისა, ვიდრე მათი მკურნალობა. ზაზა, ამწვავებს თუ არა სტრესი აკნეს? რა თქმა უნდა, ეს მითია. არის გარკვეული ტიპის დაავადებები დერმატოლოგიაში, რომელზეც ნამდვილად გავლენა აქვს სტრეს, ფსიქოემოციური ფონის გაუარესებას ადამიანების, აი ასე მაგალითად ფსორიაზის, ასე მაგალითად ატოპიური დერმატიტის, მაგრამ ამ დაავადებებში აკნე არ განიხილება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სტრესი
აკნეს პროვოცირებას არ ახდენს და ეს აბსოლუტურად არ არის დაფუძნებული სამეცნიერო მტკიცებულებებს. ზაზა, შეგვიძლია თუ არა აი მულაჟზე, ეს არის კანის მულაჟი, რომ ავხსნათ, აი როგორ ვითარდება აკნე, რომ მაყურებელმა კიდევ უფრო კარგად ნახოს რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში და ჩვენ კანზე. კი ბატონო, ეს არის თმები, როგორც ხედავთ და თმის ფოლიკულები, ხო, საიდანაც თმა ამოდის. ამ თმის ფოლიკულთან დაკავშირებული არის ცხიმოვანი ჯირკვლები, აი ეგ რასაც ხედავთ ეს გარშემო, ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლები, ამ ცხიმოვან ჯირკვლებს აქვს სადინრები და ეს სადინარი ამ თმის ფოლიკულში იხსნება. რომ აქ გამომუშავებული ცხიმი გამოვიდეს კანის ზედაპირზე, რომ კანის ბარიერი დაიცვას, დაატენიანოს და ასე შემდეგ. აკნე არის ზუსტად აი ამ ცხიმოვანი ჯირკვლის სადინრების პრობლემა, უпростоრად ცხიმოვანი ჯირკვლების პრობლემა, ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი მუშაობა ხდება. ამ ჭარბი მუშაობის გამო ეს სადინრები იხშობა, ვითარდება აი აქ ამ თმის ფოლიკულში და ცხიმოვან ჯირკვალში ანთებითი პროცესი, დიდდება, იბერება და შემდგომ ეს ანთებითი პროცესი გამოიხატება უკვე კანზე, ხო. აღსანიშნავია ვიცოდეთ, რომ ზოგადად როგორც წესი აკნე იწყება ხოლმე კომედონებით, ანუ ეს მე რაც აუხსენი ახლა, პირველადი ელემენტები ყოველთვის როგორც წესი არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ფერის მჭამელები, ანუ კომედონები, შავი წერტილები და დახურულთავიანი კომედონები, შემდგომ რომლებიც უკვე გადაიქცევა ხოლმე ანთებით ელემენტებად, ეს შეიძლება იყოს ჩირქოვანი ელემენტები ან არაჩირქოვანი კანის ზედაპირიდან ამოწეული. ხშირად არის ხოლმე ფაქტები, რომ პაციენტს აქვს აკნე, ანთებითი აკნე არა აქვს. ანუ ესეთი ანთებითი ელემენტები არა აქვს, აქვს არაანთებითი ტიპის მიმდინარეობის აკნე, ანუ მხოლოდ კომედონები აქვს, ფერის ჭამელები აქვს. და ესე დადის და არ იცის რო აკნე აქვს. დადის კოსმეტოლოგთან მიდის, წმენდებს იკეთებს მექანიკურად იღებს. რაც რამდენადაც ვიცი არაფრით არ შეიძლება. წმენდები ამ დროს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი გარკვეული გამონაკლისების გარდა. ნუ ეს გამონაკლისებია შემთხვევა, როდესაც მაგალითად მკურნალობაზე იმყოფება პაციენტი, მას აქვს დახურულთავიანი, ანუ კანქვეშა კომედონები და მკურნალობით კანქვეშა კომედონები არ ქრება. აი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მკურნალობის გაჩერების გარეშე მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ვამისამართებთ ხოლმე კოსმეტოლოგთან, რომ კოსმეტოლოგმა მექანიკურად გახსნას ის კომედონები, რომ ამოვიდეს მასში დაგროვებული ეს ფერის მჭამელი. აი ეს არის მექანიზმი. ზაზა, არსებობს თუ არა აკნეს სრულად განკურნება? დიახ, არსებობს. რა თქმა უნდა, აკნეს განკურნება შესაძლებელია მოხდეს, დადგეს პაციენტში. ბევრ ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული, ერთის მხრივ გენეტიკაზე, მეორეს მხრივ სტადიაზე აკნესი, მესამეს მხრივ სწორ მკურნალობაზე, მეოთხეს მხრივ სწრაფად დანიშნულ მკურნალობაზე, ანუ როდის დაინიშნება მკურნალობა, აი ეს ფაქტორები და მეხუთეს მხრივ თვითონ პაციენტის ფაქტორზე, მაგალითად მკურნალობის შემდგომ პაციენტი როგორ იცავს რეკომენდაციებს, ანუ არ აკეთებს იმას, რაც აკნეს რეციდივის რისკებია, ანუ მაგალითად იღებს პირობითად ვიტყვი ყველაზე ხშირი აკნეს რეციდივის მიზეზი, იღებს მაგალითად B12 ვიტამინს, რომელიც არის აკნეს შემთხვევაში ერთ-ერთი პირველ ადგილზე მდგომი რეციდივის მიზეზი. და რომ B12-ის მიღება ასოცირებულია აკნეს გამწვავებასთან. ან იღებს სტეროიდულ ჰორმონალურ მედიკამენტებს, იკეთებს ნემსებს წელის ტკივილისთვის, რომელიც ძალიან პოპულარულია, მათში შედის მედიკამენტი, რა თქმა უნდა, მე კომერციულ სახელწოდებებს არ ვასახელებ, ბეტა-მეტაზონი მაგალითად, ბეტა-მეტაზონი არის სტეროიდული ნივთიერება, რომელიც უხშირესია წელის ტკივილისთვის გამოყენებულ ნემსებში. აი ეს ბეტა-მეტაზონი თან დამატებულია B12 იმ ნემსებში, ამას იკეთებს პაციენტი და ეწყება ისევ აკნე თავიდან. ან საერთოდ არ ქონია აკნე და დაემართა აკნე ამით. აი ესეთ შემთხვევები არის. ზაზა, ძალიან მნიშვნელოვან თემას მივედექით, აი რა ჩამოთვალეს საკვები, რომელიც აკნეს განვითარებას უწყობს ხელს, ან არსებულ აკნეს ამწვავებს. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში, მათ შორის პაციენტებშიც არის სპეკულაცია სამედიცინო, რომ
აკნე კავშირშია კვებასთან, დღეისათვის მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აკნე კვებასთან კავშირში არ არსებობს. ამიტომ ჩვენ პაციენტებს, მე პირადად პაციენტებს არანაირი აკრძალვა არ აქვს. ანუ აკნე არ არის დაკავშირებული კვებასთან. ყველაზე ხშირად რომ ვნახოთ, გადავხედოთ, რასთან ასოცირებას აკეთებენ ხოლმე პაციენტები. რძის პროდუქტებთან, ნახშირწყლებთან, შოკოლადთან, ხილეულთან, ხო, გაზიანის სასმელის გამიგია მეც. არც ერთი მათგანი არ ასოცირდება აკნესთან სამეცნიერო კუთხით, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ აქვს უნარი ზუსტად ეს ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე მოახდინოს გავლენა. ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე გავლენა ირიბად შეიძლება მოახდინოს მაგალითად ქალებში წონამ. იმიტომ რომ თუ ქალი, რომელსაც აწუხებს აკნე, ამ ქალს აქვს ინსულინ რეზისტენტობა. ამასთან ერთად ჭარბი წონა. ასეთ ქალებში ირღვევა ჰორმონები. კერძოდ ანდროგენები, ანუ მამაკაცის ჰორმონების სიჭარბე ფიქსირდება. აი მამაკაცის ჰორმონების სიჭარბით აკნე პროვოცირდება, იმიტომ რომ ამ ცხიმოვან ჯირკვლებს აქვთ რეცეპტორები. ამ რეცეპტორს უკავშირდება სიგნალი ანდროგენებისგან, ანუ ანდროგენ დამოკიდებული არის ეს რეცეპტორი და ამ ანდროგენის რეცეპტორის დამოკიდებულებით ცხიმოვანი ჯირკვლები ფუნქციონირებას ახშირებენ, ან ანელებენ პირიქით. შესაბამისად, ქალებში, რომლებსაც აწუხებთ მაგალითად ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი, ეგრეთ წოდებული ძველი PCOS-ი, პოლიცისტური საკვერცხის შეცვალეს ახლა სახელწოდება და PMOS-ი დაარქვეს. აი ესეთი მდგომარეობები ასოცირებული არის აკნესთან, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობების დროს გვხვდება ზუსტად აი ეს ჰორმონალური ეგრეთ წოდებული დისბალანსი, ხო? აი ესეთ კავშირში არის, ამიტომ თუ მაგალითად ჩემთან მოვიდა პაციენტი, ქალი გოგო, რომელსაც აქვს აკნე, აქვს ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, რა თქმა უნდა, ამ პაციენტს მე ვეუბნები, რომ თავის თავზე უნდა იმუშაოს და წონა უნდა დაიკლოს. მაგრამ ამას იმიტომ ვეუბნები, რომ ჰორმონები დაბალანსდეს და არა იმის გამო, რომ აკნე კავშირშია კვებასთან. რაც უნდა ისჭამოს, მაგრამ წონაში უნდა დაიკლოს. ამ ხრივ უნდა შეზღუდოს საკვები პროდუქტები, თორე იმის და კონკრეტული დასახელება საკვების, რომელიც აპროვოცირებს აკნეს. ზაზა, რა არის თმის ცვენა და როგორ უნდა ვუშველოთ მას? აი, ძალიან ესეთი საკითხი არის, გააჩნია თმის ცვენას, მოდი ესე ვთქვათ, არის სხვადასხვა ტიპის თმის ცვენა, არის ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი თმის ცვენის მიმდინარეობები. ნუ ნაწიბუროვანი ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის უფრო მეტად აი ესეთი ავტოიმუნური ან იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიც არის ლიქენი, მაგალითად მგლურა და ასე შემდეგ, მაგრამ არის არანაწიბუროვანი თმის ცვენები, რომელიც ერთის მხრივ იყოფა სხვადასხვა ტიპად. ერთი არის, როდესაც აი ესეთ ბუდობრივად ცვივად თმა და ამას ქვია ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც არის ავტოიმუნური დაავადება და გარკვეულწილად გენეტიკურად დეტერმინირებული. და არის კიდე, როდესაც ხდება თმის შეთხელება მაგალითად და აი თმის შეთხელების ან დღიურად თვითონ ვიზუალურად ბევრი თმის ცვენას, როდესაც პაციენტი აფიქსირებს, აი აქ უკვე ხდება ხოლმე დიფერენცირება. დიფერენცირება ხდება ორ პრობლემას შორის, ეს არის ანდროგენული ალოპეცია, ანუ ანდროგენეტიკური თმის ცვენა, რომელიც ანდროგენებთან, ჰორმონებთან ასოცირებულია კაცებშიც და ქალებშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ მაგალითად კაცს, რომელსაც ანდროგენული ალოპეცია აქვს, მას ჰორმონების პრობლემა აქვს. არა, ეს არის გენეტიკური ტიპის ცვენა ქალებშიც მათ შორის. მარტივი გასაგები რო იყოს, თმის შეთხელება ხდება როგორც წესი თმის ფრონტალურ არეში, ან საფეთქლის წილებში და არის კიდე ტელოგენური ტიპის ცვენა, როდესაც ხდება განსაკუთრებით ქალებში ყოველდღიურად ქალი აფიქსირებს, რომ ბევრი თმა ჩამოსდის, აი მაგალითად 100 ღერზე მეტი. ეს შეიძლება ასოცირებული იყოს მაგალითად ორსულობის შემდგომ პერიოდთან, პოსტვირუსულად, ანუ ვირუსის გადატანის შემდგომ, სტრესის შემდეგ, გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღების შემდგომ. ამიტომ აი ესე
მარტივად მკურნალობა ალბათ არის ყველა შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის მკურნალობა ინიშნება, ამიტომ ერთი შეფასებით უნდა ითქვას, რომ გააჩნია რა თმის ცვენაზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ არსებობს მრავალი ტიპის მიმდინარეობის თმის ცვენა. ზაზა, იწვევს თუ არა შილაკი კიბოს? არა, შილაკი კიბოს არ იწვევს. აქ საუბარი იყო, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად საზოგადოებაში, სამწუხაროდ არის, რომ სწორი ინფორმაციის ინტერპრეტირება საზოგადოებაში ჭირს. აი, გიწევს, რომ დაღეჭო, დაუღეჭო და რაღაცა ისე მიაწოდო, მაგრამ აი ამ დაღეჭილსაც ზოგჯერ ვერ იგებენ სწორად. მე მივხვდი რატომაც დასვიე შეკითხვა, იყო გარკვეული ტიპის სპეკულაცია, რომელთან მიმართებაშიც მეც ბევრი, ასე ვთქვათ, არასწორად გაიგეს და არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს ჩემი ნათქვამისა. კიდევ ერთხელ გავუმეორებ, შილაკზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარი არის დასხივებაზე და როგორც წესი გამოიყენება ხოლმე ან ულტრაიისფერი სხივი, ან ნატურა, დიახ, ან გამოიყენება ინფრაწითელი სხივი. რო გადავხედოთ ჩვენ მონაცემებს, ერთიც და მეორეც არის დამაზიანებელი. ერთიც და მეორეც უჯრედებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, ერთიც და მეორეც აზიანებს დნმ-ს. შეიძლება აქ სპეკულაცია იყოს, რომ ნატურას ზოგი პირობითად და ადამიანი, რომელიც იკეთებს ამ შილაკს, ის ამ გასაშრობად ულტრაისფერ სხივს არ იყენებს, მაგრამ იყენებს ინფრაწითელ სხივს, ინფრაწითელი სხივიც არის დამაზიანებელი. შესაბამისად, აქ საუბარი იყო იმაზე, ეს მონაცემები, საიდანაც გაჟღერდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ზუსტად ეს ნათება, როგორც ულტრაისფერი სხივი, ასევე ინფრაწითელი სხივი არის დამაზიანებელი ჩვენი კანისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარკვეული ტიპის მონაცემები არსებობს, გარკვეული ტიპის მონაცემები, რომ ეს ნათება ასოცირებული შეიძლება იყოს კიბოსთან. რომელიც შილაკის დროს გამოიყენება. შრობის დროს გამოიყენება. რაც შეეხება ფრჩხილს, აზიანებს თუ არა შილაკი ფრჩხილს? ძალიან კარგი შეკითხვაა და ვაპირებდი დამატებას და დამასწარი, ასე ვთქვათ. თუ ჩვენ ერთის მხრივ ავთქვით ამ ნატურასთან მიმართებაში, აი მეორეს მხრივ მე გიპასუხე შეკითხვაზე, რომ შილაკი თვითონ კიბოს გამომწვევი ესე მონაცემი არ არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად გიდასტურებ, რომ შილაკის, გელლაქის გაკეთება ფრჩხილს აზიანებს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური საკითხი. მემყოლია პაციენტები, ერთი არა. ბევრი პაციენტი, რომელსაც ერთ-ორ გაკეთებაშიც კი, გელლაქის გაკეთებაშიც ფრჩხილი დაუზიანდა. და დაუზიანდა ისე, რომ შემდგომ იმის გამოსწორება ძალიან რთულად მოხდა. ყოლია პაციენტი, რომელსაც რამოდენიმე გაკეთებაში, მაგალითად, 1 წელი, 2 წელი იკეთებდა და რაღაცა გარკვეული ეტაპის მერე დაუზიანდა. ანუ ითქმა იმის მინდა, რომ თვითონ ეს პროცედურა თვითონ იმდენად ფრჩხილისთვის ტრაუმულია, როგორც გაკეთება, ასევე მოხსნა. რომ აზიანებს ფრჩხილის პალატას და უნდა იცოდნენ, საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ გელ-ლაქის გამოყენება მაღალი რისკია ფრჩხილის პალატის დაზიანებს, ანუ ფრჩხილის დაზიანებს. ზაზა, იწვევს თუ არა ლაზერული ეპილაცია კიბოს? არა, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები არ არსებობს. ლაზერული ეპილაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს არ არის ულტრაისფერი სხივი. ულტრაისფერი სხივია, მაგალითად, რომ შევადაროთ, აი სოლარიუმი, ეს არის ულტრაისფერი სხივი. ან ზის ულტრაისფერი ბუნებრივი სხივები, რომელიც ასოცირებულია კიბოს განვითარებასთან. ლაზერი არ არის ულტრაისფერი სხივი, შესაბამისად ის კიბოს გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება ვერანაირად. ასევე არსებობს მითი და მოდი შემგვითხარი, მითია თუ რეალობა, რომ ლაზერული ეპილაცია იწვევს უშვილობას? ესეც მითია, რა თქმა უნდა. ამის მონაცემები არ არსებობს, რა თქმა უნდა. არანაირად ასოცირებული, ვერანაირად ასოცირებული ვერ იქნება. იმიტომ რომ არ ახდენს ეს ლაზერული სხივი გავლენას და ვერ აღწევს, მოდი ესე ვთქვათ, ეს ლაზერული სხივი ვერ აღწევს ენდოგენურ ჯირკვლებამდე, რომ რაღაცა გარკვეული ტიპის ჯირკვალი დააზიანოს ჩვენს ორგანიზმში მდებარე, რა ვიცი, ნებისმიერ ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი ავიღოთ ან თირკმელზე და ჯირკვალი ორგანოებამდე ვერ აღწევს ეს სხივი. ორგანოებამდე ვერ აღწევს ეს სხივი.
შესაბამისად მითია, რა თქმა უნდა. ვარიკოზული ვენების გაგანიერების დროს შესაძლებელი არის თუ არა ლაზერული ეპილაცია? დიახ, რა თქმა უნდა, ვარიკოზული ვენების გაგანიერების დროს ლაზერული ეპილაციის გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ წარმოადგენს პრობლემას. ზაზა, ხალის დაზიანება შეიძლება თუ არა რომ გამოიწვიოს კიბო? კარგი შეკითხვა, ცოტა სხვანაირი კონტექსტით უპასუხებ ამას. გააჩნია რა დაზიანებაზეა საუბარი და რა ინტენსივობის დაზიანებაზე დროში გაწელზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული ტიპის ხალი დროში გაწელილად, სისტემატიურად ხდება მისი გაღიზიანება, დაზიანება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადგილას ხშირი ანთებითი პროცესი ვითარდება და ამან შესაძლებელია რისკები მომატოს ადამიანს, რომ განვითარდეს ან გადაგვარდეს კიბოთ. მაგრამ ზოგადი კონტექსტით რო ვთქვათ, ხალი დაზიანებით, აი ერთჯერადი დაზიანებით, რომ კიბოთ გადაგვარდეს, ესეთი რაღაცა რა თქმა უნდა არ ხდება ეს მითი. ზაზა, ასე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვა ახლა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის რომელი უფრო საშიში არის, მზით გარუჯვა თუ სოლარიუმით გარუჯვა? რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვერ შევადრით, რა თქმა უნდა, სოლარიუმი ეს ხშირად მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, შედარებისთვის რომ გასაგები იყოს, მზის პიკურ პერიოდში, ეს არის მაგალითად აი ზაფხულის პერიოდი საქართველოს კლიმატის შუადღე. აი პირველი საათი რო ვთქვათ, აი პირველი 2 საათი, როდესაც მზის პიკური გამოსხივება, აი ამ გამოსხივებას, ამ პიკურ გამოსხივებას სოლარიუმის გამოსხივება 9-ჯერ აღემატება. 9-ჯერ. შესაბამისად, ეხლა წარმოდგენა რო გქონდეს საზოგადოებას რამხელა განსხვავება მათ შორის. პიკურ პერიოდში დღის პირველ 2 საათზე ივლისის თვეში, რომ მზის პირდაპირ დასხივების ქვეშ იყო, წარმოიდგინე როგორი დასხივებას მიიღო. 9-ჯერ უფრო საზიანოა. 9-ჯერ აღემატება. ახ. ზაზა, რა არის მელანომა და არსებობს თუ არა მელანომის განკურნება? მელანომა არის კანის კიბოს ყველაზე ვერაგი სიმსივნე ფორმა, რომელიც იმით არის ვერაგი, რომ მეტასტაზირება და გავრცელება ახასიათებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრეულ სტადიაზე მოხდა მისი დეტექცია და მკურნალობა სწორად, მისგან განკურნება შესაძლებელია. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დაჭერა. არის რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სამკურნალო საშუალებები, რომელიც უკვე მეორე-მესამე სტადიებზე პირობითად გამოიყენება და მეტნაკლებად კარგი შედეგების მიღება შეიძლება ამითი, თუმცა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი პაციენტისთვის არის ადრეულ სტადიაზე მისი დადგენა, დეტექცია და მისი განეიტრალება, ასე ვთქვათ, როგორ ხდება დიაგნოსტირება? დიაგნოსტირების პირველი ადრეულ სტადიაზე პირველადი დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, ეს არის დერმატოსკოპია, როდესაც ექიმი, დერმატოლოგი დერმატოსკოპით ახდენს წარმონაქმნის დათვალიერებას და თუ იმ შემთხვევაში თუ ამ დერმატოსკოპით დერმატოლოგს გარკვეული ტიპის ეჭვი გაუჩნდა ამ წარმონაქმნთან მიმართებაში, რა თქმა უნდა მოხდეს მისი რბილი ქსოვილების ქირურგთან გადამისამართება, რომ მოხდეს მისი ამოკვეთა და შემდგომ უკვე ჰისტომორფოლოგიური მასალის, ამოკვეთილი მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლა, ან თუ საჭირო გახდა უფრო ღრმად იმუნოჰისტოქიმიური ანალიზის ჩატარება, მიდგომა არის ყოველთვის ასეთი. ზაზა, ისეთი კანის პროცედურები, როგორიც არის ინექციები, ბიორევიტალიზაცია, ბუსტერები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი არის დღეს. რამდენ უსაფრთხოა ჩვენი კანისთვის და პირიქით, რამდენ მნიშვნელოვანი არის მათი გამოყენება ჩვენი კანისთვის? ინექციურ პროცედურებს თავისი სარგებელი აქვს ადამიანისთვის და გარკვეული ტიპის გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობაც არსებობს. გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობის მინიმალურამდე დასაყვანად აუცილებელია, რომ
ტექნიკოსი, ანუ ასე ვთქვათ, პროცედურას ვინც ატარებს, კოსმეტოლოგი იყოს დახვეწილი ტექნიკაში, მან კარგად იცოდეს ანატომია, რომ სწორი ტექნიკით მოხდეს შესაბამისი პრეპარატის კანში ან კანქვეშ შეყვანა. და ალბათ თვითონ პროდუქტის და პროდუქტი ხო, რა თქმა უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქტი. სტერილობის წესების მაქსიმალური კი არა 100%-იანი დაცვა, რა თქმა უნდა. თუ მსგავსი ტიპის პროცედურა ტარდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის იქნება უსაფრთხო და ეფექტური. აქ საუბარია როგორც შემავსებლებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ფილერებზე, ბიორევიტალიზაციაზე, ბოტულინოტოქსინის გამოყენებაზე, რომელიც სხვათა შორის ითვლება ყველაზე უსაფრთხო პროცედურა, საინექციო პროცედურა კოსმეტოლოგიაში. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდი ცოტა სახელს უფუჭებენ, ასე ვთქვათ და არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ ბოტულინოტოქსინით კანზე ჩარევა სახიფათოა, ყველაზე შესწავლილი, მეცნიერულად ყველაზე შესწავლილი და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია, ნივთიერებაა ბოტულინოტოქსინი. მაყურებლისთვის მეტად გასაგები რომ იყოს ბოტოქსზე საუბრობთ ახლა, ხო. შესაბამისად, თუ ინექციონისტი, ანუ კოსმეტოლოგი კარგად აკეთებს, კარგი პრეპარატით მუშაობს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგიური პროცედურები არის სრულიად უსაფრთხო. ეს უნდა დაიგეგმოს, პროცედურამდე უნდა დაიგეგმოს კოსმეტოლოგთან საუბარი, რა არის პაციენტის მოლოდინები, რა არის მისი მიზანი, რის მიღწევას ცდილობს პაციენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პროცედურებმა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, იცის ცოტა, ასე ვთქვათ, ჭყალებში შეყოლაც კი და მერე პაციენტები რაღაცნაირად მოთხოვნილება ეზრდებათ კი და სხვათა შორის აღწერილიც კი არის შემთხვევები, რომელიც სხეულის დისმორფული აშლილობით არის ცნობილი, ეგრეთ წოდებული body dysmorphic disorder-ი, რომელიც აი ფილერების შემავსებლების კეთებასთან არის ასოცირებული. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არიან პაციენტები, არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად არიან მიჯაჭვული აი ამ შემავსებლების გამოყენებას ფილერთან, შენც გინახავს ალბათ ინტერნეტში უცხო ქვეყნის მაგალითებზე ადამიანები, რომლების ვიზუალიც იმდენად არის დარღვეული ჭარბი რაოდენობით ფილერების გამოყენებით, რომ აქ საუბარი პრობლემაა, ძალიან ბევრი ადამიანი დაემსგავსა ერთმანეთს სწორედ ამ შემოსავლების კონტროლო გამოყენების გამო. ამაზე კვლევებია ჩატარებული და ზუსტად ამ ასოცირება ხდება ამ BDD-სთან. ეს არის body dysmorphic disorder-ი, ანუ სხეულის დისმორფული აშლილობა, რომელიც სხვათა შორის ამ შემთხვევაში აქ აუცილებელია ხოლმე ფსიქიატრის ჩართულობა და პაციენტის ფსიქიატრთან გადამისამართება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ფილერების, ბიორევიტალიზაციის, ბოტოქსის და ასე შემდეგ გამოყენება ზაფხულში არ შეიძლება. ეს არის მითი თუ რეალობა? მითია, რა თქმა უნდა, მითია. აბსოლუტურად უსაფრთხოა ზაფხულის პერიოდშიც მსგავსი საინექციო პროდუქტების გამოყენება, მათ არანაირი ესე ზეგავლენა ულტრაისფერ სხივებზე მათზე არ აქვს. აი ესე პროცედურებიდან თუ ავიღებთ პროცედურებიდან ზაფხულის პერიოდში აი მეტნაკლებად უნდა დაიგეგმოს იმის მიხედვით პაციენტი როგორ დაიცავს რეკომენდაციას, მაგალითად ქიმიური ფილინგების ჩატარება, თუ პაციენტი გარუჟვას აპირებს, ქიმიური ფილინგი არ უნდა შესთავაზო და არ უნდა გააუკეთო, ან ლაზერული პროცედურები, როგორიც არის CO2 ლაზერული აბლაცია, რომლის შემთხვევაშიც კანის, ასე ვთქვათ, დაზიანება ხდება და ასევე, რა თქმა უნდა, თმის ლაზერული ეპილაციაც არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი აპირებს, რომ გაიკეთა და მეორე დღეს გაირუჯოს, ხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ აუცილებლად გარკვეული ტიპის პრობლემები დაეწყება. ზაზა, ტატუს შემდგომ ინფექციებს როგორ უნდა მოვერიოთ? გააჩნია რა ტიპის ინფექციაზეა საუბარი, ტატუს შემდგომ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტატუს გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს და სეპტიკა, ანტისეპტიკა იყოს დაცული, აუცილებლად.
გააჩნია რა ტიპის ინფექცია ვითარდება იქ, აქ შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ან ვირუსული ინფექცია. რამდენად ხშირია? პრაქტიკაში რო გითხრათ, ხშირი არ არის. მე უფრო გეტყოდით, რომ უფრო ხშირი არის ტატუს გაკეთების შემდგომ უფრო სხვა რეაქციები, როგორიც არის აი გრანულომატოზური რეაქციები სამწუხაროდ, როდესაც ეგრეთ წოდებული უცხო სხეულის სინდრომი ვითარდება, ანუ ჩვენი კანი მელანს, ანუ იმ საღებავს, ხო, აღიქვავს როგორც უცხო სხეულს და ვითარდება ანთებითი პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს განსაკუთრებულად გამოხატულია წითელ საღებავზე. მასში კადმიუმი შედის, კიდე შედის სხვა რაღაც ნივთიერებები, რომელზეც ყველაზე ხშირად რეაგირებს კანი და აი მე მყოლია პრაქტიკაში პაციენტები წითელი ტატუს საღებავის შემდგომ განვითარებული გრანულომატოზური რეაქცია, უცხო სხეულის სინდრომი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენთვის, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ურთულესი. ერთ-ერთ პაციენტს წარმოიდგინე მოუწია კანის გადანერგვაც კი. კანის გადანერგვის, ანუ არაფერმა წითელი ტატუს გამო არაფერმა არ უშველა, არანაირმა მკურნალობამ არ უშველა, ხელზე ჰქონდა მას ტატუ დახატული და მოუწია რომ აქედან მომხდარიყო აი კანის მთლიანი მოცილება ამოკვეთა და სხვა ადგილიდან გადანერგვის გაკეთა. ვახ, ძალიან საინტერესოა. ზაზა, ჰერპესი ყოველთვის არის თუ არა გადამდები? აქტიურ ფაზაში მაღალი რისკია გადადების. ყოველთვის ესე რომ ვთქვათ, რომ ჰერპესით არის ადამიანი, მაგალითად ტუჩზე აქვს გამოსული და აი ესეთი ჰაეროვანი გზით გადაეცემა მეორე ადამიანს, ესე ვერ მოხდება. უფრო არის მჭიდრო ახლო კონტაქტით გადამცემი, მაგალითად წვავე ფაზაში როდესაც გამოხატული არის, შეიძლება კოცნით გადაედოს მეორე ადამიანს. ზაზა, ისე იმდენი კითხვა მომდის, იმიტომ რომ მე სანამ გადაცემას შენ ჩვენთან სტუმრად მოხვიდოდი, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ამოვიღე სოციალური ქსელიდან და დაუსრულებლებელი არის ის კითხვები, რომელიც შენთან მიმართებაში აქვს ჩვენს მაყურებელს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენაირი პროფესიონალი ყავს სტუმრად და ყველაფერს ძალიან მაღალ კვალიფიციურად პასუხობ. მზისგან დამცავის გამოყენება რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოვუყვეთ მაყურებელს? დღეისათვის დერმატოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება უკვე მრავალი წელია, რომ მზის დამცავების გამოყენებით მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს საზოგადოებას. მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს ადამიანს იმ მხრივ, რომ მზის დამცავი საცხის გამოყენება მნიშვნელოვნად იცავს ჩვენს კანს და არა მარტო კანს, სხვადასხვა ტიპის ვერაგი დაავადებებს, მათ შორის კანის კიბოს განვითარებისგან. მათ გააჩნიათ ძალიან მაღალეფექტური დაცვის უნარი და თუ ადამიანი რაციონალურად სწორად იყენებს მზის დამცავებს, მათ შეუძლიათ აი ამ რისკების, კიბოს განვითარების რისკების მნიშვნელოვანი შემცირება. ამაზე ზოგადად აგიტაცია და მუშაობა მთელს სამყაროში, მთელს დედამიწაზე ხდება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და იქ ახდენს ამის აგიტაციას ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია. ასევე ის უნდა ვთქვათ, რომ მზის განდამცავი არ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვართ სანაპიროზე. დიახ, რა თქმა უნდა, ყოველ სეზონზე ქალაქის პირობებშიც, იმიტომ რომ მზის დამცავს აქვს უნარი, რომ დაიცვას როგორც ასხივისგან, ულტრაისფერი ასხივისგან, ასევე ბესხივისგან და აი ასხივი ჩვენ გვხვდება ღრუბლიან ამინდშიც რეალურად და მასაც დამაზიანებელი ეფექტი გააჩნია. ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ ზამთარ ზაფხულ არა მარტო აუზზე ან პლაჟზე, იყოს ზაზა, რამდენად მნიშვნელოვანი არის კოლაგენის მიღება ჩვენი კანისთვის და რა ასაკში უნდა დავიწყოთ კოლაგენის დალევა? სამწუხაროდ შეიძლება ბევრ ადამიანს, მათ შორის ტენდენციურ ადამიანებს და ასე ვთქვათ, არ მოეწონოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ კოლაგენის მიღებით სარგებელი არის 0. ბალიში აღიზიანებს თუ არა აკნეს? არა. მე ეს ნამდვილად გიდასტურებ, რომ მე შემხედრია, რომ აი ბალიშის პირებს ხშირად ცვლიან, ყოლია პაციენტი უთქვამს, რომ ყოველდღე ვცვლი და ასე შემდეგ. ესეც რა თქმა უნდა გაუმართლებელია. არა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი მიზეზი აკნესი არის ზუსტად ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია. ცხიმოვანი ჯირკვლის ჰიპერპროდუქცია თუ არ დაითრგუნა,
აქ არანაირი რამდენიც არ არსებითი უნდა მნიშვნელობა არ აქვს, ხო, ბალიშის პირს ყოველდღე შევცვლით თუ არა და თვითონ პროვოცირების თვალსაზრისით ესე ბალიშის პირი აკნეს პროვოცირებას ვერ მოახდენს. აკნეს რეციდივის და პროვოცირების მიზეზები შემიძლია ჩამოუთვალო. კი. ესენია, როგორც თქვი, გარკვეული ტიპის მულტივიტამინები, აი ბევრი ვიტამინებს როდესაც ერთად იღებენ, მულტივიტამინი, მათ შორის B-ჯგუფის ვიტამინები და B12, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, მათ შორის ჰორმონალური მედიკამენტები, აი როგორც აღვნიშნე ბეტა-მეტაზონი და ასე შემდეგ, დექსამეტაზონიც მათ შორის. ზეთების გამოყენება სახეზე და თმებზე ასოცირებული არის სახის აკნეს განვითარებასთან. სახის მასაჟი, რომელიც ძალიან ხშირია. და მე მყოლია არაერთი პაციენტი, რომელსაც დახურულთავიანი კანქვეშა კომედონებით მიმდინარე აკნე განუვითარდა, ამას ხაზი რატო გავუსვი, დახურულთავიანი კომედონებით მიმდინარე აკნე ითვლება ყველაზე რთული ტიპის აკნეთ. განუვითარდა იმ არეალზე, სადაც მასაჟი კეთებდა. შემდეგ მოვლის საშუალებების, აი სახის კანის მოვლის საშუალებების ხშირი ცვალებადობა. აი ერთი გატესტა ადამიანმა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, აი ესე ხშირად ცვალა. ლაზერული ეპილაციის გაკეთება სახეზე ასევე. შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება სახეზე გამოიწვიოს აკნე? კი, რა თქმა უნდა. და ბოლოს ასევე საცხების გამოყენება, ანუ მოვლის საშუალებების გამოყენება, რომელიც შეიცავს ძლიერ კომედოგენურ ინგრედიენტებს, ანუ ინგრედიენტებს, რომელიც ახშობს ფორებს, ასე ვთქვათ. ან კიდევ პაციენტი იყენებს სტეროიდულ ჰორმონალურ მალამოებს. მე მყავდა პაციენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესე იგი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახის დატენიანებისთვის, აი დამატენიანებლად ისმევდა სტეროიდულ ჰორმონალურ საცხს, მალამოს. ნუ წარმოუდგენელი ისტორია. ეს არის წარმოუდგენელი ისტორია რჩევით. რა თქმა უნდა, არასამედიცინო ადამიანის რჩევით. ჰორმონალურ მალამოს ისმევდა კანის დატენიანებისთვის. რა არის რეტინოლი და რამდენი აუცილებელი არის მისი გამოყენება ჩვენი კანისთვის? რეტინოლის გამოყენება ყველასთვის არ არის. რეტინოლი შესაძლებელია გამოყენებული იქნას პირობითად 40 წლის შემდგომ, ან 30 წლის შემდგომ, აი ესე 30-დან 40 წლის შემდგომ ადამიანებში, რადგან მას გააჩნია ეგრეთ წოდებული anti-wrinkle ეფექტი, ანუ ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი, თუმცა მისი გამოყენება ძალიან სიფრთხილით არის საჭირო, იმიტომ რომ ახასიათებს კანის გაღიზიანება. რეტინოლი არის ვიტამინას ანალოგი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ერთის მხრივ ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას, კერატინიზაციაზე, ანუ კანის განახლებაზე, განახლების პროცესზე ახდენს გავლენას, კვდარი უჯრედების მოშორებაზე ახდენს გავლენასა და skin booster-ის ეფექტი აქვს, ანუ ეგრეთ წოდებული კანის განახლების ეფექტი გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა გამოიყენოს, ხო, არ ჭირდება. თუ ადამიანი გადაწყვეტს რეტინოლის გამოყენებას, მნიშვნელოვანია რომ ის იქნას გამოყენებული აუცილებლად ძილის წინ. რადგან მას მზის ჰიპერმგრძნობელობა ახასიათებს, დილით აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ჩამობანვა და მისი გამოყენების დასაწყისში აუცილებელია რომ იქნას გამოყენებული იშვიათად, ანუ მაგალითად კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ეფექტურობას. კიდე თუ არის რამე ისეთი პროდუქტი, რაც არის ყველაზე ხშირად მოხმარებადი დღეს და რა კითხვითაც ხშირად მოგმართავენ, რომ აი მაგალითად ზაზაექიმო გამოვიყენოთ თუ არა ესა თუ ეს პროდუქტი. ბოლო პერიოდია ძალზედ პოპულარული გახდა მაგალითად C ვიტამინის გამოყენება კანზე, რომელსაც თვითონ claim-ი რაც აქვს, ანუ ასე ვთქვათ, ანოტაციურად ირწმუნებია, რომ სხვადასხვა ტიპის კანის დადებითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია, თუმცა დღეისათვის მისი სასარგებლო თვისებები ესე ზუსტად დაზუსტებული არ არის. ასევე უნდა აღინიშნოს C ვიტამინთან მიმართებაში, რომ ის ძალზედ არამდგრადია. აი, ამას გაუსმევ ხაზს, რაც ყველაზე ხშირად ეშლებათ. C ვიტამინი ცნობილია როგორც ანტიოქსიდანტი. და შესაბამისათო რეკომენდაციას ვიძლევითო, რომ C ვიტამინი იქნას გამოყენებულიო დილითო.
ვაი. არა და ძალზე და არა მდგრადია მზის ხივებზე. ანუ ჩათვალეთ რომ ჩვენ თუ C ვიტამინს დილით წავისმევთ, მზის დასხივების ქვეშ მორჩა დაიშლება და არანაირი აბსოლუტურად არანაირი სარგებლის, ნული სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს. შესაბამისად, აი C ვიტამინი თუ იქნა გამოყენებული, პირიქით უნდა იქნა საღამოს გამოყენებული, ხო. არის შეიძლება სპეკულაცია იყოს, რომ ენკაფსულირებული ფორმა შეიძლება ქონდეს და ენკაფსულირებული ფორმა მზეზე მდგრადია, მაგრამ არ არსებობს ეგეთი ფორმა, რეალურად ეგეთი ფორმა არ არსებობს, შესაბამისად არამდგრადობის გამო, მზის სხივების მიმართ არამდგრადობის გამო, მსგავსი ტიპის პროდუქტების გამოყენება დილის საათებში უსარგებლოა. ზაზამ, რა არის PDRN-ი? ეს მართლაც სასწაულმოქმედი პრეპარატია თუ რიგი მარკეტინგული ხრიკი? ზოგადად მსგავსი ტიპის ნივთიერებების კანზე გამოყენების კუთხით არის, ეს მარკეტინგული თემაა და ძალიან ბოლო პერიოდია მსგავსი რაღაცეების გამოყენება ძალიან აქტუალურია და პოპულარულია. ეხლა ეს ამ შემთხვევაში განიხილება, რომ ამ ნივთიერებას აქვს უნარი, რომ ჰიალურონის მჟავა წარმოქმნას და ამ ჰიალურონის მჟავით მიიღოს კანმა სარგებელი, მაგრამ მონაცემები ეხლა ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ამას რაღაც კვლევების მიხედვით და აი ხა კვლევები რო ვნახოთ პირობითად და მეც სიმართლე გითხრა კვლევებს ბოლოს გადავხედე თუ არის ჩატარებულია მწარმოებელი კომპანიის მიერ და რა თქმა უნდა მწარმოებელი კომპანია ყოველთვის დაინტერესებულია რომ პოზიტიური შედეგი სუბიექტურია რა თქმა უნდა ამიტომ დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს რომ ამის მიხედვით მოხდეს სწორი ინფორმაციის და სამეცნიერო კვლევის შედეგის მიღება. შესაბამისად, ერთი მარტივი პასუხი შემიძლია ამაზე გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის ახალ პროდუქტებს სკეპტიკურად უნდა შეხედოს პირველ რიგში ექიმმა, იქამდე სანამ იქნება რაღაცა გარკვეული საფუძვლიანი კვლევები. კი, არის გარკვეული ტიპის, რა თქმა უნდა, კოსმეტოლოგიაში ნივთიერებები, რომლებზეც უკვე მყარი მტკიცებულებები არსებობს, როგორც არის ბოტულინოტოქსინი, როგორც არის ეგრეთ წოდებული შემავსებლები, რომლებიც რეალურად მუშაობს და გარკვეული ტიპის სარგებელს იძლევა და შეუძლია. აი, ეგრეთ წოდებული კოლაგენის მასტიმულირებელი საშუალებებით, ესეც შემავსებლების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ესენი კვლევებით დადასტურებულად მრავალი წელია უკვე მუშაობს, მაგრამ ახალია ესეთი რეგენერაციული მედიცინა კი ძალიან შესწავლადია, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც მეცნიერული თვალსაზრისით პირველ რიგში ექიმმა და მეცნიერმა სკეპტიკურად უნდა შეხედოს ერთი ფაქტის გამო. ჩვენ თუ გადავხედავთ ზოგადად მეცნიერებას და მეცნიერებაზე არის დაფუძნებული მედიცინა, ძალიან საინტერესოა ეს ფაქტიც. მაგალითად, კვლევა ჩატარდა, რომელიც კვლევის ფარგლებშიც 101 წარმოიდგინე 101 ახალი ინოვაციური მეთოდები, რომლებიც გამოქვეყნდა თავიდან დაახლოებით 25 წლიან კვლევაზეა საუბარი, 2000-დან 2011 წლამდე მონაცემებზეა საუბარი, 101 ახალი სამეცნიერო ნაშრომიდან, 101 სამეცნიერო ნაშრომიდან მხოლოდ ერთი, ანუ წარმოიდგინე 1%, 1%-მა დაიმკვიდრა თავისი ნიშა მედიცინაში და დღეისათვის გამოიყენება მედიცინაში. ეს არის ანგიოტენზინის გარდაქმნელი ენზიმის ინჰიბიტორი, ეგრეთ წოდებული წნევის წამალი, პრილები, რაზეც თავდება. წარმოიდგინე, აი ამ მონაცემებზე დაფუძნებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი ამდენი კვლევაა გამოქვეყნებული, 100 კვლევა და 100-დან მხოლოდ ერთმა გაამართლა, დანარჩენი 99 იყო სისულელე და ტყვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენთან რო ახალი კვლევა მოდის, იმ კვლევას სკეპტიკურად უნდა შეხედოს, სანამ არ დააგარწმუნებენ პირიქით და ამაში რო დაგარწმუნონ, არის საჭირო უფრო მეტი მონაცემები. და ზაზა, ბოლოს სანამ დაგემშვიდობები, ერთი კითხვა უნდა გისვა კიდევ, რაც ასევე ძალიან ბევრჯერ შემხვდა. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის წყლის მიღება? წყლის მიღება გიდასტურებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი ორგანოსთვის, მათ შორის კანისთვისაც, მაგრამ
ცოტა ზედმეტად გადაჭარბებულია ის, რომ მაგალითად კანზე რაღაცა პრობლემა აქვს ადამიანს და ამას აბრალებს, რომ წყალს არ იღებს ადეკვატური რაოდენობით. აი ასე მაგალითად თუ ჩვენ გვაწუხებს კანის სიმშრალე, ან ბავშვს აწუხებს მაგალითად კანის სიმშრალე, ჩვენ რაც არ უნდა ჭარბი რაოდენობით წყალი ვასვათ ესეთ ადამიანს, კანის სიმშრალეს ეს არ უშველის. ხო, ეს პირდაპირ კავშირში არ არის. რა თქმა უნდა, ჰიდრატაცია ადეკვატური მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის, მაგრამ ცოტა ზედმეტად გადაჭარბებული, ანუ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება ასე. მაგრამ ის რომ წყალს ვიღებ ბევრს და ამიტომ მკვებავი აღარ მჭირდება სახისთვის, ეს არ არის სწორი. არ არის სწორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანის სიმშრალის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საცხის გამოყენება, რომელიც გამოგვადგება და არა ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება ამას სარგებელი არ ექნება. საზა, ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოისმინა. ძალიან საინტერესო სიახლეები მათ შორის და ინფორმაცია ჩვენი კანის მოვლასთან დაკავშირებით. მადლობა შენი უდიდესი პროფესიონალიზმისთვის და მადლობა თქვენი დროისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ გვესტუმრებით და გაგვანებივრებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ჩვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა და ასევე თქვენ გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე ისევ და ისევ ძალიან საინტერესო სტუმრებით და თემებით. დაგიბრუნდებით.